ჟურნალისტი გიორგი ფარესიშვილი ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეო მასალას ფაბრიკაციას უწოდებს. საგანგებო პრესკონფერენციაზე გიორგი ფარესაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ის სისტემატურად ამხელდა სამ პიროვნებას. კერძოდ საუბარია გია ხუხაშვილზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძესა და გენერალური პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილზე. ჟურნალისტი ინტერნეტში გავრცელებულ მასალას სწორედ ამ პირებს უკავშირებს. ფარესიშვილის თქმით, სწორედ ამ სამმა პიროვნებამ ჩაიგდო ხელში ის ბიზნესები, რაც ნაციონალურ მოძრაობას და ვანო მერაბიშვილის კლანს გააჩნდა. მისივე განცხადებით დიდი იმედი აქვს, რომ გუშინ გავრცელებულ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მთავარ პროკურორ არჩილ კვილაშვილს ინფორმაცია არ ჰქონდათ. მაგრამ არა, მე სხვანაირად ვსვამ რა. დღეს უნდა მოეწოდებინათ ჩემთვის ინფორმაცია გია ხუხაშვილის, ნათია მოგელაძის და ნათია მოგელაძის ქმრის, რომელიც დღეს მუშაობს პროკურატურაში. მათ ბინძურ საერთო საქმეებს. ჩემ ბოლო ინტერვიუში, კონკრეტულად ქრონიკაში, ყველამ შეგიძლიათ ნახოთ. ვამხელ გია ხუხაშვილს, გელა ხვედელიძეს, ლაშა ნაცვლიშვილს. ეს არის კლანი, რომელმაც ბიზნესები გადაიფორმა ვანო მერაბიშვილის კლანისგან. ძალიან ბევრი ინფორმაციას ფლობ. და კიდევ ერთხელ გვამბობ რა, ერთ-ერთმა პიროვნებამ, ქართული ოცნებიდან არ დავასახელებ ცხოვრებაში ვინ. მითხრა, შუბში ტყვიას დაგახლიან. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მორალურად დამახალეს შუბში ტყვია. პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი გიორგი ფარესიშვილის განცხადებებს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ფარესიშვილისაგან ბოლო პერიოდში მისი მისამართით ბევრი ცილისმწამებლური განცხადება მოისმინა, მიაჩნია, რომ პირადი ცხოვრების სამსახველი კადრების გავრცელება წარმოუდგენელი დანაშაულია. გია ხუხაშვილის შეფასებით ჟურნალისტი კარგად დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. ხუხაშვილის განცხადებით იგი არც ნათია მოგელაძეს და არც მის მეუღლეს არ იცნობს, შესაბამისად ფარესაშვილის ბრალდების ეს ნაწილიც აბსურდულია. პრემიერის მრჩეველი ფარესაშვილს შეხვედრას თავ ადამიანურად ნამდვილად თანამოუგრძნობ და მიმაჩნია, რომ ის რაც გავრცელდა, ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა, აბსოლუტურად წარმოუდგენელია ჩემთვის, ესეთი მეთოდებით, ესე რომ ვთქვათ, ადამიანის დამცირება, ხო? მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი ეს არის რაღაც კარგად დაგეგმილი პროვოკაცია მის მიმართ, თვითონ აღმოჩნდა მსხვერპლი საბოლოო ჯამში. და მე დღეს ვავრცელებ განცხადებას, მე ვფიქრობ, რომ უნდა ეძებოს ამ ვიდეოს კვალი იქ, სადაც მას აი ამ დეზინფორმაციას მუდმივად აწვდიდნენ, იმიტომ რომ იქ სრულ აბსურდამდე მივიდა გუშინ რაღაც მოგელაძე და მისი ქმარი ახსენა ჩემთან მიმართებაში. ქმარი საერთოდ არ ვიცოდი, რომ ყავდა მოგელაძეს. ჩემის აზრით შესაძლებელია მიგნება შექმნილი ვითარებიდან თუ რა და როგორ, მე თავაზობ მას შევხვდეთ, ხო? და გავერკვეთ საერთოდ მთელ ამ ისტორიაში. იმიტომ რომ მე მეჩვენება, რომ თვითონ აღმოჩნდა რაღაც კარგად დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლი, ხო? მე მზად ვარ, რომ მას ვაპატიო ის აბსურდი, რასაც ჩემზე აფრქვევდა ბოლო პერიოდში და კიდევ ერთხელ ვეუბნები, რომ ეძებოს წყარო მთელი ამ ისტორიის, ალბათ მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში იქ, სადაც მას ამ დეზინფორმაციას აწვდიდნენ. პირადი ცხოვრების სამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა სოციალური ქსელებით გიორგი ბერიძის სახელით და გვარით დარეგისტრირებულ Facebook მისამართზე გუშინ განთავსდა, თუმცა მოგვიანებით გვერდი გაუქმდა მომხმარებელმა თავად წაშალა. კადრების გავრცელებისაგან ეთიკური სტანდარტების გათვალისწინებით მაესტრო თავს იკავებს და გთავაზობთ ოფიციალურ ინფორმაციას, რომელიც ფაქტთან დაკავშირებით მოგვიანებით გავრცელდა. სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიზუალურ მასალას თანსდევდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც კადრებში ჩანდა, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრი გიორგი ფარესიშვილია. ვიდეო მასალის ინტერნეტ სივრცეში გავრცელების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობის ხელმძღვანელის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ განცხადება უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა, როგორც განცხადებაში აღნიშნული, სიცხლის სამართლის საქმე 157 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე აღიძრა, რაც საქართველოს მოქალაქეთა პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტს სასტიკად გმობს და გიორგი ფარესიშვილის საქმე პირად კონტროლზე აყავს.
გიორგი ფარესიშვილი ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია, რომელმაც საქართველოს გასულ წელს დატოვა. მაშინდელი ოპოზიციის მხარდამჭერმა ფარესიშვილმა ქვეყნიდან წასვლის მიზეზად კუდის თანამშრომლების მიერ გადაბირების და შანტაჟის მცდელობა დაასახელა. გიორგი ფარესიშვილი 2012 წელს კიკვიძის ბაღში გამართული პროტესტის დროს ახალგაზრდული ორგანიზაციების 4 წევრთან ერთად პოლიციამ დააკავა. სასამართლომ ფარესიშვილს და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ რამდენიმე პირს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დასდო და 400 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. ფაქტიდან რამდენიმე თვეში გიორგი ფარესიშვილმა საქართველო დატოვა. ანუ შეიძლება.